მოგახსნოთ. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებს. სახელმწიფო დროშა დაეშვა პარლამენტის შენობის წინ. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დეპუტატებთან ერთად წუთიერი დუმილით მიაგო რუსული ინტერვენციის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ნათია გოგსაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. მას შემდეგ რაც დეპუტატებმა პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას, ამის შემდეგ ისინი იხსენებდნენ თავად ამ ტრაგედიას და იმ ყველაზე მძიმე დღეებს 7-8 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სასტიკი აგრესია განახორციელა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაეშვა დროშა პარლამენტის წინ. ამის შემდეგ კი დავით ბაქრაძე პირდაპირ გაემგზავრა აქედან ელნეთში, ამიტომ მას ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებთან დღეს მხოლოდ დეპუტატები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სწორედ ამ ტრაგედიიდან გამომდინარე და აგვისტოს ომის გამო შეწყვეტილია წინასაარჩევნო კამპანია და ყველა ადამიანი ცდილობს, რომ 7-8 აგვისტოს შეძლოს, რომ მაქსიმალურად პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ამ ტრაგედიას შეეწირნენ. ძალიან მძიმე დღეები იყო, ეს განცდაც პრაქტიკულად გვიახლდება ამ დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო გავიდა. საქართველოს ისტორიულად საქართველოსთვის ასე იყო ყოველთვის, ჩვენ ვიცავდით ჩვენ მიწაწყალს და ესეც არ იყო ალბათ გამონაკლისი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე მძიმეა ამ დროს ადამიანები, რომლებიც იღუპებიან, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ ყველა მათგანი გმირია და სწორედ მათ საპატივსაცემოდ, მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ საქართველოს ყოველთვის აღნიშნავს ამ დღეებს, იქნება დღესაც და ხვალაც იქნება როვის დღეები საქართველოში ჩვენ დაუშვით დროშები, არ გვექნება რაღაც ჩვეულებრივი დღეები. დღეებია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებულობისა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ დღეებში, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ომში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეებს საქართველოსთვის, არ არის მიზანშეწონილი, რომ იყოს რაიმე პოლიტიკური აქტივობა, ან კამათი, ან ნებისმიერი სახით პოლიტიკური მოქმედებები. დროშის დაშვება ეს სიმბოლური აქტია, ეს იმისთვის ხდება, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო ახსოვს ეს დღეები, სახელმწიფოს ახსოვს ომში დაღუპული გმირები. ამ ტრაგედიის გახსენება ყველა თანამედროვე საქართველოს მოქალაქისთვის არის ალბათ ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ისეთივე ტრაგიკული, როგორიც 9 აპრილი. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრი ტკივილი გვაქვს ნანახი, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენმა კაცებმა, ჩვენმა გმირებმა მკერდით დაიცვეს თავიანთი სამშობლო და ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ საქართველო თავისი ზომით არის მცირე რიცხოვანიერი იმასთან შედარებით, რა გმირობას ჩაიდინეს მათ. საქართველოს ომთან დაკავშირებით კოალიცია სამართლიანობამ კი დოკუმენტური მასალა გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ოკუპაციის მუზეუმში განთავსდება ის ვიდეო მასალა, სადაც ასახულია თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ინტერვენცია. ეს არის დოკუმენტური და ამავდროულად საკმაოდ ემოციური მასალა, რომელიც ოკუპაციის მუზეუმში მისულ ყველა მნახველს მისცემს საშუალებას, რომ თავად გაიცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა რუსული ოკუპაცია საქართველოში. გააკეთეს ვიდეოფილმი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენ ცალობით დავცვალოთ ეს დანგრეული გადამწვარი ქონება. ჩაგვივარდა ხელში სატელიტური ფოტოები ცხინვალის რეგიონის, სადაც კაფეოდ ხედავდით თუ რა მდგომარეობა იყო ომამდე და ომის შემდეგ. ეს ინსტალაცია შემდეგ ვიდეო ინსტალაციის ფორმით შეიქმნა და მოუთხრობს მნახველს იმის შესახებ თუ რა მოხდა საქართველოში 2008 წელს. როგორ მოხდა 16 სოფლის დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ფრონეს ხეობებში 16 ქართული სოფლის აბსოლუტური გადაწვა და ბულდოზერით სახლების განადგურება იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქიდან წამოვიდნენ, მათ დაბრუნების საშუალება არასოდეს მისცემოდათ. საქართველოს ომის დროს დაღუპულებს დღეს არა მხოლოდ თბილისში, მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში იხსენებენ. მე მოგაწვით კიდევ ერთხელ იმ ინფორმაციას, რომელიც დაღუპულებს ეხებათ ამ ომის დროს 188 მშვიდობიანი მოქალაქე, 168 სამხედრო და 16 პოლიციელი გარდაიცვალა. მადლობთ, ნათია გოგსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
4 წელი რუსული ინტერვენციიდან, სწორედ 4 წლის წინ დაიწყო კრემლის ბრძანებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დასაპყრობად სამხედრო ოპერაცია. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის ბრძანებით სამხედრო ძალების კონსოლიდირება რამდენიმე კვირით ადრე მიმდინარეობდა. საქართველოს დასაპყრობად სრული მძიმე შეიარაღებაც მომზადდა. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა რუს ეგრეთ წოდებულ მშვიდობის მყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიყენა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ქართული სამხედრო შენაერთების ძალისხმევით, ქართული ჯარისკაცების თავდადებით და საერთაშორისო თანამეგობრობის მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით რუსული ინტერვენციის შეჩერება მოხერხდა. რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნისაგან დღემდე უშედეგო ცდილობს.